აი ახლაც მაყურებელს კადრში ვაჩვენებ უკვე რა სიტუაცია არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შესასვლელთან. თქვენ აკადემიური საბჭოს წევრი ხართ? რა გნებავთ, რა უფლებით მოდიხართ აქ და სიმშვიდეს გვირღვევთ? სიმშვიდე ვინ გირღვევთ ტელევიზია ჩვენი გადასაწყვეტია აკადემიური შემადგენლობის და სტუდენტების თქვენი საქმე ეს არ არის. მედიის ხელმძღვანელობა გაშუქება მედია ხარ? ლექტორი პარტიული სამარცხვინო მედია არა ხარ? თქვენ ხართ სამარცხვინო. გაიგეთ რომ ორი უნივერსიტეტი ერთიანდებოდა, ტელევიზიით გაიგეთ ხომ? მოკლედ ხედავთ განწყობას, ნაწილი ლექტორების პოზიცია ასეთია, ნაწილი გვეუბნება რომ მათ არ იცოდნენ საერთოდ ინფორმაცია მანამ სანამ გივი მიქანაძე ვიდეო მიმართვას არ გაავრცელებდა და სატელევიზიო ინტერვიუდან არ გაიგებდნენ რომ ისინი ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას გეგმავდნენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის. ახლა ზუსტად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც დაესწრებიან ლექტორები, პროფესორები და სტუდენტები იმის გარდა, ვინც ამ აკადემიური საბჭოსა და ასევე წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არიან, სხვებს შესვლის და ამ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ აქვს და ახლაც გრძელდება ლექტორების შესვლა იმისთვის, რომ დაიწყოს სხდომა. ლექტორების ნაწილი, ვინც ჩვენთან სატელევიზიო ინტერვიუს დათანხმდა, ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია მიზანი და мотиваცია, რატომ გადაწყვიტეს ორი დიდი უნივერსიტეტის გაერთიანება, რადგან მათ ამის დასაბუთება ნამდვილად არ მოусმენიათ და არ ქონიათ კომუნიკაცია არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ჯაბა სამუშიასთან, მათ კომუნიკაცია არ ქონიათ, არ იციან მისი პოზიცია როგორი არის და დღეს პირველად მოისმენენ შეხვედრაზე ჯაბა სამუშიას პოზიციას, რომელმაც წესით უნდა უთხრას, როდის გაიგო, ორი უნივერსიტეტის გაერთიანება იგეგმებოდა და მისი პოზიცია ამაზე რა არის, რადგან თვლიან, რომ სამუშიამ უნდა ასახოს პროფესორების, ლექტორების და ასევე სტუდენტების პოზიცია, ისწორედ მათ გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს და მათი ასე უნდა იპოზიციონიროს განათლების მინისტრთან. ამბობენ, რომ პოზიციები იქნება მკაფიო, ცალსახა. პირდაპირ ამბობს ლექტორთა ნაწილი, რომ ისინი არ ეთანხმებიან გაერთიანებას, ნაწილი ამბობს, რომ ჯერ მოისმენენ სამუშიას განმარტებებს და ამის შემდეგ დაიწყებენ უკვე მსჯელობას და სავარაუდოდ უნდა ველოდოთ ერთობლივ განცხადებას, რომელსაც ისინი გაავრცელებენ. ვეცდები, რომ გავარკვიო ახლა რა ხდება, მოგესალმებით, რა ხდება, რომ გვითხრათ შესაძლებლობას არ გვაძლევენ. ორდასაც გაჩვენებთ, რომელიც მიმდინარეობს. სალექციო პერიოდი. გამოცემის პერიოდია და საბჭოს ხდომა არის კიდეც და არ ბიბლიოთეკაში საბჭოს ხდომები? არა, მაგრამ 74-ე თუ არ შეწუხდები? რატო? საბჭოს ზომიდან გამომდინარე, თქოთ რომ რა უსაფრთხო? მე მინდა შესვლა მარტო ცოტა ხნით და გამოსვლა. ანუ ნახეთ შეგიძლიათ გაჩვენოთ პორტალს. მეორე კორპუსით შეგიძლიათ ისარგებლოთ თუ მეცადინეობით შევიდებათ ან მე-6 კორპუსით. არა, აქ თუ შეგრძანდები, როგორ შევიდეთ უსაფრთხოების გამომდინარე. ხო და რა უსწოდ რატო? არა, როგორ გეკადროთ? ესე გამოიცხადეთ. პორტალს გაჩვენეთ. შეიძლება რომ იქნება. აგერ მე-6 კორპუსი და გვერდით არის მეორე კორპუსი. თუ არ შეწუხდები, აი ამ კონკრეტულ მომენტში. თუ რაიმე ძირითადად მიზნობრივ არ გქოს, უბრალოდ გინდა შესვლა. შებრძანდით მეორე კორპუსში. რა გაქვთ, რატომ არ უნდა შევიდეს სტუდენტი? განკარგულება ნახეთ, მე არ ვამბობ, რომ სტუდენტი არ უნდა შევიდეს უნივერსიტეტში. უნდა შევიდეს რა თქმა ხო, მაგას მეუბნებით, რომ არ უნდა შევიდე. არა, როგორ გეკადრებთ? ის კარი საერთოდ ამ კონკრეტულ მომენტში შეგიძლიათ ისარგებლოთ ალტერნატივით მეორე კონკრეტული მომენტი კორპუსი. რას ნიშნავს ეს? მე-6 კორპუსი სულ არის 100 მეტრი და გარკვეული შეხვედრა მიმდინარეობს და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. წარმოგიდგენიათ, რომ სტუდენტი იმ შეხვედრაზე შევა? ნახეთ, მაინც სადაც ჩემ წარმოდგენებით არ წყდება ყველაფერი. ხო, მე ვარ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. შემიშვით ხო რა? გვაქვს გარკვეული, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების ნორმები, რომლის მიხედვითაც ახლა აი ამ კონკრეტულ მომენტში გთხოვთ, რომ ალტერნატიული ფართი გამოიყენოთ. კი ბატონო, ახლა ნახეთ რა სიტუაცია არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესასვლელთან. გეტყვით, რომ ეს არის გვერდითა შესასვლელი, მთავარი შესასვლელი, რომელიც არის ცენტრალური შესასვლელი და საიდანაც სტუდენტები, პროფესორები, ნებისმიერი ადამიანი შედის, ვისაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში უნდა შესვლა. ახლა დაკეტილია, წარწერა აქვს გაკეთებული, რომ 0 სართულიდან უნდა შევიდნენ და როგორც ხედავთ, 0 სართულის შესასვლელთან ასეთი მდგომარეობა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იმ სტუდენტებს
სტუდენტებს, რომლებიც არ არიან აკადემიური საბჭოს თუ უпростоრად სტუდენტები არიან წარმომადგენლობით საბჭოში და თუ ამ საბჭოს წევრები არ არიან, არ უშვებენ და იმის მიუხედავად, რომ მოუქმედი სტატუსი აქვს სტუდენტის, ახლა ერთ-ერთ მათგანს უარი უთხრეს შესვლაზე. ასეთი სიტუაცია არის ახლა აქ და შეგვიძლია მოვისმინოთ აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი ლექტორების პოზიცია, რომლებიც დიდი ნაწილი გვიფიქსირებს პირდაპირ, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება ამ ეტაპზე დაუშვებელია. პოზიცია როგორია, რამდენად სწორია თესეუს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოგვიანებით, როცა ჩვენს გავერკვევით, მადლობთ. საქმის კურსში არ იყავით ოფიციალურ განცხადებამდე, თქვენც? არ იცოდით? ხო, პასუხი გაგიცით, მადლობა. გავაკეთეთ განცხადებას, როცა საჭირო. ფიქრობთ, რამდენად სწორია ორი უდიდესი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის არის აკადემია შეხვედრას ესწრებით? ფიქრობ ცოტა ნაშხარევი ამ საკითხზე საუბარი. რაიმეს გადაჭრით, იმიტომ რომ არავინ საქმის კურსში არ იყო აკადემიური პერსონალი, არც ადმინისტრაცია მეგონი და ამც დასაფიქრებელია ძალიან. თქვენს გივი მიქანაძის განცხადებით გაიგეთ, რომ ორი დიდი უნივერსიტეტი. ხოლოდ გივი მიქანაძის რექტორს არ ჩაუყენები ხართ საქმეს? მე მგონი არის ცოტა. ამ განცხადებამდე და ამ განცხადების შემდეგ რექტორთან კომუნიკაცია გქონდათ? არა, ეხლა გვექნება. რაღაც გადაწყვეტილებას რო იღებ, პასუხისგებლობაც უნდა აიღო და ასე პირდაპირ არ შეიძლება. ამიტომ რადგანაც დიდი პასუხისგებლობა ესა საკმაოდ კარგი დაფიქრებას, განსჯას, აწონდაწონას მოითხოვს ეს საკითხი. ზიანი რა გქონიათ, რა არის? წარმოდგენა არ აქვს. არ არის გამორიცხული, რომ კომერციული ინტერესიც იყოს რაღაცა, მაგრამ არ მინდა ეს დავიჯერო. დღეს აკადემიურ საბჭოს ესწრებით ხო სხდომას? კომენტარის garaში. მანამდე როდის გაიგეთ რომ ორი უნივერსიტეტი ერთიანდება, იცოდით? სამუშიას პოზიცია იცით? აი ხა გავიგეთ ყველაფერს. ჩვენ ვესაუბრეთ სხვა ლექტორებსაც, რომლებიც წლებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიან, მათ როდის გაიგეს იმ შესახებ, რომ ორი უნივერსიტეტი უნდა გაერთიანებულიყო, ან ყველაზე მთავარი ჯაბა სამუშიას რექტორს თუ ჰქონდა მის კოლეგებთან და ლექტორებთან დაფიქსირებული პოზიცია, რას ფიქრობდა იმაზე, რომ ორი დიდი უნივერსიტეტი უნდა გაერთიანებულიყო, მან რა მოისმინა მინისტრისგან და რა უთხრა ლექტორებს, თუმცა ირკვევა, რომ ჯაბა სამუშიას ამ დრომდე კომუნიკაცია მათთან არ ქონიათ. ამ ლექტორებს დღევანდელ შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა არ აქვს, იმიტომ რომ თუ აკადემიური საბჭოს წევრები არ არიან, მათ შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. ენად რაღაცა არარაციონალური და მოულოდნელი გადაწყვეტილება თუ ჯერ დაგეგმილია, ვერ გეტყვით. აი კონსტრუქციულ კომენტარს ვერ გავაკეთებ უბრალოდ რა და აი დღეს რო შევედი და უსაფრთხოების რაღაცნაირი სიტუაცია დამხვდა, ძალიან მძიმე განცდით გამოვედი, ეხლა ძალიან ღელავ და მიჭირს საუბარი. ხო, უსაფრთხოების სამსახურის. კი, მე ძალიან დაბალი რგოლი ვარ ლექტორი, 20 წელიწადია. ჯაბა სამუშია თუ გამოვიდა კონტაქტზე ვინმესთან? არ ვიცი, შეიძლება აკადემიურ საბჭოსთან, ცალკეულ წევრებთან. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ლექტორები არა მე არც ვიცი ლექტორი ვისაც ის უნახავს და შეხვედრია ამ ხნის განმავლობაში. მე ვერ ვხედავ მიზანს, რა ვიცი, მიზანი შეიძლება ბევრი იყოს. ყოველ შემთხვევაში იმდენად ბუნდოვანია, რომ კარგი მიზნის დანახვა აქ ძალიან რთულია. შესაბამისი მუშაობის გარეშე ასეთი სერიოზული საკითხის გადაწყვეტა ცხადია იქნება დამაზიანებელი. მიზანი რომც არ იყოს მათ განზრახვაში დამაზიანებელი, ასე მოუფიქრებლად, ასე ნაუცბათევად ამის გაკეთება ყველა შემთხვევაში გქონდა. ახლა ჩვენ უკან ხედავთ დაცვას, რომელიც აი მნიშვნელოვან მომენტებში გამოყავს ხოლმე უნივერსიტეტს. აი აქედან რამოდენიმე ადამიანია, რომელიც მე მაგალითად შაშან არ მიშოვდა პირველ კორპუსში, ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება ახლაც არ შემიშვან და აი ეს დაცვა მეუბნეოდა, რომ არ მქონდა უფლება იმ უნივერსიტეტში შესულიყო, სადაც 25 წელიწადია ვასწავლე. ესები რომ აქ გვექნება დაგვახვედრა სამუშიამ სიურპრიზი, მე არ მაქვს არანაირი კარგი მოლოდინი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა რასაც რექტორი ცდილობს
აქვს არის ის, რომ დამალოს და დაფაროს ის უბედურება, რაც არა მარტო ამ უნივერსიტეტში, არამედ საერთოდ ჩვენ საზოგადოებას და ამ საზოგადოების ფორმირებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი სწორედ უნივერსიტეტზე მოდის. მე პარასკევს ვიყავი თესეუში, კარი ჩვეულებრივ ღია იყო, პარასკევს 6 საათი იყო დაწყებული, რომ მომიწია პირველ კორპუსში შესვლა, კარი ჩვეულებრივ ღია იყო და დღეს მეც გაოცებული დავრჩი, როდესაც კართან მივედი და დამხვდა წარწერა, რომ შენობაში შესვლა მხოლოდ 0 სართულიდან შეიძლება. სივრცე, რომელიც არის საჯარო, შეხვედრა, რომელიც არის საჯარო, ჩაინიშნა აკადემიური საბჭოსა და სენატის საჯაროს ხდომა, წარმოუდგენელია კარი რატომ არის დაკეტილი. სხდომა უნდა დაწყებულიყო 11 საათზე, სავარაუდოდ უკვე მიმდინარეობს, რომელსაც აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების წევრები ესწრებიან. მოცემულობა უცვლელი რჩება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესასვლელთან. ადგილზე არის გაძლიერებული დაცვა, დაცვის თანამშრომლები, როგორც მოისმინეთ, სტუდენტების ნაწილს შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ და ეუბნებიან, რომ სხვა კორპუსებში გადავიდნენ და იქ ისარგებლონ ნებისმიერი ტექნიკური თუ ბიბლიოთეკით. შესაბამისად, სავარაუდოდ მითითება აქვთ, რომ არ შეუშვან სტუდენტები, ლექტორების პოზიციაც მოისმინეთ და როგორც ირკვევა, დიდი ალბათობით აკადემიური საბჭო შეხვედრის შემდეგ თავიანთ პოზიციას საჯარო განცხადებით დააფიქსირებენ და ამ განცხადებას გაავრცელებენ.